კითხვა პოლიტიკურ პატიმრებს და უკანონო დაპატიმრებულ ადამიანებს და ვიცი რომ მათთვის ყოველთვის მალე გაიღება თავისუფლების ფიზიკური ეს ურდული, თორე ისე თავისუფლება მათ უფრო მეტი აქვთ, ისევე როგორც დღეს ვახო, რომელიც ვნახე. ვახოსანაიას ახლა იცით ძალიან კარგად იცნობ ჩემზე ბევრად უკეთ კოლეგები, რამდენად შინაგანად ხალისიანი, ძლიერი და მოტივირებული ადამიანია. ძალიან კარგი იყო რომ შევედი მართლაც დღეს, იმიტომ რომ არ ველოდი რომ იყო ესეთ ინფორმაციულ ვაკუუმში. ხა როგორი რთულია წარმოიდგინეთ ესეთი აქტიური ჟურნალისტისთვის, რომელიც 24 საათი ცხოვრობს ინფორმაციებით, ხო, რომ ამდენი დღე არ აქვს ეს წყარო ინფორმაციით. არა თუ ინფორმაციით, არამედ ლამის ტელევიზორში ატარებდა დიდ დროს, თავად იყო ინფორმაციის წყარო. პირველი რაც მითხრა რომ თხოვა რომ მადლობა გადამეხადა ყველასთვის, ვინც მას სოლიდარობა მხარდაჭერა გამოუხატა და ბევრი გამოხმაურება იყო თქო უთხარი და მაშინვე რაც მითხრა მომიყევი რა ხდება გარეთ და რომ ვკითხე რა იცოდა ბოლო ინფორმაცია, აღმოჩნდა რომ დაკავების შემდეგ თითქმის არაფერი ბოლო რამდენიმე დღეა და დამჭირდა ერთგვარი ეხა თქვენი ესეთი ოსტატობა არა მაქვს, ესეთი ანალიზი გავაკეთო სწრაფი ყველაფრის, როგორც აკეთებთ ხოლმე, მაგრამ ვეცადე რომ მაქსიმალურად თავარი არა მგონია რომ ვინმეზე ნაკლებად მოახერხებდით, ეს თქვით, მოკლედ მოუყევით ბოლო რამდენიმე დღის ქრონიკა, როგორც მივხვდი. მოუამბე გამოხმაურებები, გუშინდელი დაკავებები. არ არის ხოლმე ტელევიზორი ასეთ დროს, როცა ხანმოკლე დაკავება? დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხო, ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ დროებით დაკავების იზოლატორი სინამდვილეში ცდება თავის ფუნქციას, იმიტომ რომ პატიმრობა, რომელიც არის უკვე გადაწყვეტილება და 48 საათს ცდება დროებით დაკავების იზოლატორებში ყოფნის დრო, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის უტოლდება ჩვეულებრივი ტიპის პატიმრობის პერიოდს და აი ეს პირობები ზოგადად ეს უკვე არ არის იზოლატორების ინდივიდუალური გადაწყვეტა, ეს ერთიანი სისტემაა სამწუხაროდ, რომელიც აშკარად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. მოპყრობა დიანა სხვათა შორის მართლაც არის ადამიანური და თვითონაც აღნიშნა ვკითხე როგორ გექცევიან და მითხრა რომ ძალიან კარგად და ეთიკურად ყოველგვარი უხეშობის და აგრესიის გარეშე მეც შევამჩნიე, ხო ეტყობა ეხა იქ შესვლა გამოსვლის დროს ვაკვირდები ბუნებრივია ყველაფერს, იქ დირექტორი ჩემოვიდა. მეც ვარ ერთხელ ნამყოფი წინა პატიმრობის დროს ვახოსთან და რაღაც ის, ეს თქვათ, შეგზავნა თუ როგორც არის, როცა სურვილი მქონდა ამის, ამან კი აი ის ძალიან რაც ვნახე მოკლედ იქ ძალიან ნორმალური იყო ყველაფერი, არ ვიცი ეს ჩემი პრაქტიკა რამდენად შეიძლება განზოგადდეს ყველაფერზე, მაგრამ მე რასაც შევეხე ნამდვილად ასეთი იყო. კი, ეს ჩანს და დირექტორი შემოვიდა იქვე როგორც კი დავასრულე საუბარი და გადავეცი ვახოს თანდასწრებითო მისი თხოვნა, ისაც ვაპირებდი ცალკე შესვლას. აღმოჩნდა რომ გიორგი ახობაძეც არის იქ. მე არ ვიცოდი გავიგე ფორმულას ჟურნალისტისგან, რომელიც იქვე შესასვლელ კართან დამხვდა და რომ ცოდნო დავიჭერდით ადარიგს, იმიტომ სპეციალური საბუთი ჭირდება ამ ნახვას და ამიტომ ვერ მოვახერხე დღეს, მაგრამ ითხოვა ვახოსანაიამ რომ მარტოა და თქვა რომ თუ არის შესაძლებელი რომ მასთან გადაიყვანო და ეს დირექტორს უთხარი, მითხრა რომ გაივლიდა ამ საკითხს და თუ რაიმე დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არისო და არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ დაახლოებით ერთი და იგივე დაახლოებით კი არა, შინაარსი შეიძლება იყოს ტექსტის სხვადასხვა, მაგრამ ერთი და იგივე რამეა მათ საქმეებში და დაკავების პოლიტიკურ მოტივში. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას გაითვალისწინებ და ხვალ ჩვენი მართლმსაჯულების სახლის ადვოკატი ნათია მეზრუიშვილი შევა და დღეს რაც ვერ მოვახერხე ამ ინფორმაციების გაზიარება ბევრია ეს ამ დღების განმავლობაში, ხვალ ჩვენი ადვოკატი გაუზიარებს ამ ინფორმაციებს, რომ ეს ვაკუუმი შევავსოთ, რაც არ ქონდა. და მითხრა რომ მეჩქარება ყველაზე მეტად რუსთაველზე გასვლა. რომ როგორც კი გავალ
იგივეს გავაგრძელებ. ეს გასაკვირი ალბათ არ არის, ვინც იცნობს ვახოს ანაიას. უბრალოდ როდესაც ანალიზი დავიწყეთ უკვე ინფორმაციების გაცვლის შემდეგ, აი ყველაფერი იმის რაც ხდება, ეს ანალიზი ცხადყოფს ერთ რამეს, რომ თვითონაც ეს ეხსნის მის მიმართ გამოხატულ ამ პოლიტიკურ შურისძიებას, რომ ეს არის ხვებისთვის უფრო საჩვენებელი და სადამშელო აქტი, თორე ხა მასზე რო არ იმოქმედებს და რო არ დაფრთხება, ეს ძალიან კარგად იციანო და იციან კარგად ჩემი ხასიათიო, მაგრამ როგორც მისი პერსონის ცნობადობიდან გამომდინარე, ძალიან ფართო აუდიტორია გაიგებს ამ შემთხვევის შესახებ, რა დაწერა იმასაც სხვათა შორის უფრო მეტი წაიკითხავს და აქედან გამომდინარე, მეტზე შეიძლება ჰქონდეს გავლენა ამ პატიმრობას. ხო, როგორც ჩანს, ზუსტად ეს იყო განზრახვა და აი როდესაც ვაანალიზებდით იმ დღეს თვითონვე გაიხსენა მისი დაკავების დღეს, როცა მოხდა რამდენიმე მძიმე ამბავი ვერაზე, მკვლელობა ბათუმში, მძიმე ფაქტი, აი პოლიცია, რომელიც არის დაკავებული ადამიანების დევნით სტატუსების გამო და რეალურად კრიმინალური ისტორიების რჩება რეაგირების გარეშე და არავითარი პრევენცია არ არის, აი ეს არის დასაფიქრებელი. მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, რომ პოლიცია, რომელიც მას უნდა იცავდეს და მის უსაფრთხოებას, დღეს არის დაკავებული და დავალებები. ლამის სასიცოცხლო ენერგია ამას სამართალდამცველების იხარჯება სწორედ აი ამ ოპონენტების დევნის მიმართულებით, ახალ-ახალი რაღაც ადამიანსჯელოჯგუ კანონების აღსრულებისთვის და არა მთავარი საქმისთვის, რომლისთვისაც არსებობს ეს უწყებები. სწორედ ეს დემორალიზებას უკეთებს თლიან სისტემას. აი ხა თქვენ გახსოვთ ნოდარ მელაძეს ჰქონდა არაჩვეულებრივად გაანალიზებული პოლიციის მოქმედი უფროსის დიმიტრი ქვაჭრელიშვილის საქმე, ხო? აი ეს საჩვენებელი საქმეა, როგორ შექმნეს ხელოვნურად ყალბის საქმე პოლიციის უფროსი, რომელმაც არ შეასრულა უკანონო დავალება და მის წინააღმდეგ დაიწყეს დევნა. აი მეორე საქმე, რომელიც აქვე მახსენდება, პოლიციელების ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც, არ ვიცი, 3, 4, 5 მანქანა, რომელიც დაძდებდა დღეების განმავლობაში გიორგი ჩიკვაიძეს და მის დევნას და თვალთვალს ახორციელებდა, მაშინ როდესაც კრიმინალს უნდა ებრძოლოს, ვის ხვდებოდა სად მიდიოდა, რას აკეთებდა, რა ვიცი, რა სუპერმარკეტებში დაყვებოდნენ, და რომელიც მე თავად გამოაშკარავა, ხო, ეს უკანონო თვალთვალი და დევნა, სხვა შორის ეს ცალკე გამოძიების საგანი გახდება. ეს მაგალითები აჩვენებს, რაში იხარჯება სახელმწიფოს რესურსი. იქ, სადაც არ არის საჭირო და ადამიანების დევნა და თვალთვალი, რომელიც არ უნდა იყოს სახელმწიფოსთვის როგორც შურისძიების ინსტრუმენტი და პირიქით პრევენციაზე, წინასწარ თავიდან დანაშაულის თავიდან აცილებაზე, უსაფრთხოების ზომების მიღებაზე რო იყოს ეს რესურსი გამოყენებული, დღეს არ გვექნებოდა ეს ტრაგიკული ამბები, რომელსაც ყავალაშვილი უწოდებს სამწუხარო აქტს თუ რა ვიცი ნეგატიურ აქტს, რაღაც მახსოვს. კი ბატონო, ეკა მინდა რომ აი ამ ბოლო დღეების ამბებზე ცოტა გლობალურადაც ვილაპარაკოთ განზოგადებულად. ეს არის ვახო და გიორგი ახობაძე, ეს არის Facebook სტატუსების გამო უკვე არა მხოლოდ დაჯარიმების, არამედ დაპატიმრების ეტაპზე გადასვლა. ეს არის გუშინ 10 ადამიანის დაპატიმრება და დღეს უკვე ჯგუფის შექმნა, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრადიციების ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით ციხეში ჩასაჯდომათაც იქნებიან მზად. სხვათა შორის შემომხვდა ახლა სოციალურ ქსელში ნინო ნადირაძე, ექიმი, ვთქვათ, ვივამედის კლინიკის ხელმძღვანელი სტატუსი, რომ ანუ მე რომ გრიგოლ ორბელიანი არ მომწონს და გოგჩა ჭავჭავაძის რომ სულ კატასტროფად მიმაჩნია, დავისჯები კარგით რა, ანუ დავისჯებიო ამის გამო, კარგით რა მართლა და ეს გამოხმაურებები ამ სტატუსზეც ცხადყოფს, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ თქვათ ოცნების მოკავშირეები და მხარდამჭერები არიან, მათაც კი ვერ გაიგეს დღეს რა ტიპის პრეზენტაცია იყო და ვის დასასჯელად ემზადება ეს რაღაც ჯგუფი 5 თუ 4 ადამიანის, რომელმაც დღეს პრესკონფერენცია გამართა.
ეს ამბავი ჩანასახშივი არის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი და თუ ამავე სტადიაზე არის მოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის ფუნქცია არის ძირითადად სწორედ ესეთი პრევენციული ღონისძიებების გატარება. შემდეგ შეიძლება ეს ძალიან სახიფათო მოვლენებში გადაიზარდოს. რატომ? ადამიანების ჯგუფი შეიძლება დღეს მცირე, ხვალ შეიძლება გახდეს მეტი, რომელიც მზად არის თქვას, რომ მე ვარ სინდისის პოლიცია და მორალის პოლიცია და მე ვიწყებ მოქმედებას ჩემი ერის თუ რა ვიცი რაღაცა ესეთ მაღალფარდოვანი იდეების დასაცავად და ამბობს, რომ მე უნდა ჩავენაცვლო სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც გაურკვეველი, მაგრამ შეფარულად გაცხადებული ძალადობრივი ჯგუფი ახდენს საკუთარი თავის პრეზენტაციას. ამაზე უნდა გასცეს პასუხი სახელმწიფო სტრუქტურებმა და უნდა თქვან, ეს მათთვის პირადად მათთვის არის გამოწვევა. ეს რას ნიშნავს? რომ გეუბნებია, რომ შენ როგორც პოლიცია, შენ როგორც უსაფრთხოების სამსახური, არაფერს არ წარმოადგენ და შენ არაფერი არ ახარ და მე ვიმოქმედებ დღეს კანონის სახელით და მე დავიწყებ მორალის დაცვას. ეხლა იმის შინაარსი ამ სიტყვების თუ ამ აზრების რა არის კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ თავისთავად ფორმა ძალიან ღიად ამბობენ, რომ ციხეზეც არიან თანახმად და ციხე რომ დანაშაულს უდრის, ესეც ძალიან ღიად ითქვა მათი მხრიდან. ახლა ციხეში აბა ისე ტყუილა აი ამას მიხედო, რომ დაძდებენ სტატუსებს მათ მომხრეებს მაინც ხომ არ გაუშვებენ. დიახ. ტრაგიკომიკური სურათი გვაქვს დღეს, როდესაც არ ვიცი ხა სოციალური ქსელები, ინტერნეტ სივრცე, რომლის კონტროლი არის შეუძლებელი, გადაწყვიტეს აი ამ სივრცეში დაიწყონ ფიქრებისა და აზრების რევიზია და ჟანდარმერიის რაღაცა ახალი დეპარტამენტი სამაგალითოდ ჟის ადამიანებს რომელთა მიმართ აქვთ შურისძიების წყურვილი. ეს საერთოდ რაღაცა სიგიჟის ისეთ ფაზაშია გადასული, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვასთან აბსოლუტურად არ არის ახლოს. არ შეიძლება ამ კონტექსტში ადამიანის უფლებების კონტექსტში ვიხილავდე. კი, რისი ნიშანია ეს რატომ გაუჩნდა ასეთი ჯგუფის შექმნის სურვილი ხელისუფლებას, რომელსაც ძალაზე, ასე ვთქვათ, მონოპოლია აქვს ლეგიტიმური და ეს აღიარებს თუ ეს ხელისუფლებისგან ღიად მხარდაჭერილი ჯგუფია, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ხელისუფლება საკუთარ თავს ამთავრებს. ამბობს, რომ მე ვერ ვიცავ კანონს და რავალდებულებაც აკისრიათ, ისედაც ვიცით, რომ არ იცავენ, მაგრამ ეს არის მათი მხრიდან ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ მათ ანაცვლებს რაღაც გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც მზად არის შეასრულოს, რა ვიცი, მორალის პოლიციის ფუნქცია. ეს არის ისეთ ბნელ წარსულში დაბრუნება, ჩვენ თაობას დიანა ახსოვს, ხო? მხედრიონის თარეში. ახსოვს ეს ჩვენ თაობას და ჩვენ გვახსოვს სამოქალაქო დაპირისპირებებიც. ასეთი ჩანასახიც კი, რომელიც აი ასე ღიად პოზიციონირებს, უკვე აჩვენებს, როგორ არის მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები და როდესაც კრიმინალი და სახელმწიფო ინსტიტუტები ცდილობენ ერთად გადაინაწილონ მართვის სადავეები, ეს წარმოუდგენელ ქაოსს და რაღაც არანორმალურ ვითარებას ქმნის, სრულიად დაუცველს და თუ ფიქრობენ, რომ ეს არის ხელისუფლების შენარჩუნების გზა, არა. ეს არის კონსტიტუციური სივრციდან გასვლის პროცესი, რომლითაც პირველ რიგში საკუთარ მმართველობას და საკუთარ თავს უქმნიან საფრთხეს, საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს და მოქალაქეებს. ამიტომ პოლიციას ჯობს ამათ მიხედოს და შესაბამისმა სამსახურებმა და არა აქციის მონაწილეები დააკავონ ბანერზე გაკეთებული კითხვის ნიშნების გამო. მე მიკვირს, რომ აღარავინ არის მოიძებნა უკვე აქამდე ქართულ ოცნებაში, რომელსაც შეუძლია რომ თქვას, რომ აი ეგ უნდა გავჩერდეთ ახლა, იმიტომ რომ ეს არის ისეთი მართვის ეტაპი, როდესაც არ ვიცი, ტრაგიკომიკური სურათი იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ სახიფათო პროცესების
საფუძველს აყალიბებს. სახიფათოა ძალიან, სახიფათო. აი, როდის ჩდებიან საერთოდ ესეთი რაღაცა თვით აღიარებული სინდისის თუ მორალის დამცველები, ესეთი ჯგუფები, როდესაც არ არის მართლმსაჯულების სისტემა, როდესაც არ მუშაობს სამართალდამცავი უწყებები, როდესაც ერთმანეთთან არის შეზრდილი ორგანიზებული დანაშაული და სახელმწიფო ინსტიტუტები, რისი მომსწრენიც ვართ და კანონით არ იმართება ქვეყანა. აი, მაშინ იწყება ესეთი ჯგუფების და წამონაზარდების რაღაცა გაურკვეველი ფორმით გაჩენა, რომელიც გეუბნება, რომ ეხა მე დავიცავ ქვეყანაში წესრიგს. და რას იზამს, რომ დაიცავს? კომბას დაიჭერს ხელში, როგორც ერთი ადამიანი აკეთებდა და ჩამოივლის ეხლა და მე მოგთხოვს ჩვენ ერთნაირად ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ და ვილაპარაკოთ რა არის ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები, ადამიანები ძალადობრივი ფორმით რო აპირებენ ამ ყველაფრის განხორციელებას. ვინ არის ეს ხალხი? და რა არის ეს საერთოდ რა ფორმა, რა ქვეყანა და რა საზოგადოება, რა მართვის სტილი შექმნა. ქართულმა უცნობ საერთოდ სად არიან, მე არ ვიცი ამ დღეებში ჩაბნელდა მთელი ქვეყანა. დღეს ვახოსანაეც ამას ამბობდა, იქაც გაითიშა ელექტროენერგია იზოლატორში, ნუ მე ჩართესო დაახლოებით 2 წუთში და მეკითხებოდა თუ ვინმე გააკეთა განცხადება რა მოხდა. არ ვიცი ამ დრომდე, არავის არ უთქვამს რა მოხდა. და ჩაბნელებული საქართველო რომელიც იძიებენ სამაგიეროდ საბოტაჟის საქმეს და სხვათა შორის ამაზეც ვილაპარაკებთ დღეს ამ ეთერში. ეკა ძალიან დიდი მადლობა მინდა დაგემშვიდობოთ და მადლობა ჩართვისთვის